მოგესალმებით, მე თამია ტატალაშვილი ვარ და მოდით ერთი დღე გაატარეთ ჩემთან და ჩემს რესპონდენტთან ერთად, ამჯერად კონექტიკუსში. დღეს ჩემს გადაცემაში მე თქვენ გაგაცნობთ ბიჭს, რომლის ემიგრაციის ისტორია დაიწყო ჭურჭლის რეცხვით და დღეს მას კონექტიკუსში ქართული ქსელური რესტორანი აქვს. მოდით და ერთად გავიცნოთ ანდრია. გამარჯობა, მე ვარ ანდრია არჩვაძე, დავიბადე 1990 წლის 5 ნოემბერს საქართველოში. მე 12 წელია რაც დავტოვე საქართველოს და გადმოვსახლდი ჩემს სამშობლოში, ამერიკაში და დღეს ვარ თამია სტუმარი და მინდა რომ მოგიყოთ ჩემი ამბავი. ანდრია, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და ასევე მასპინძელი ხარ ჩვენი. პირიქით, მადლობა თქვენ. სულ თავიდან რომ დავიწყოთ. რომ გაიხსენო, როგორი იყო შენი პირველი დღე, როდესაც ჩამოხვედი ამერიკაში? პირველი დღე იყო პირველი ღამე, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ გვიან ღამით ჩამოვედი ნიუ-იორკში და ალბათ ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი, ემიგრანტი მოხვდი ნიუ-იორკში ბრაიტონ ბიჩზე. გვიანი ღამე იყო უკვე და პირველი ღამე დაიწყო მასზე. შემდეგ როცა ეს ღამე გათენდა, ასე ვთქვათ, მეორე დღიდანვე დავიწყე ჩვეულების სტანდარტული ემიგრანტული ცხოვრება სამსახურის ძებნით. მე როგორც ვიცი ანდრია, როდესაც თვითმფრინავი დაჯდა ბრუკლინის აეროპორტში, არავინ არ დაგხვდა, იყავი სრულიად მარტო. როგორი ემოცია იყო ეს? იმ მომენტისათვის არ ვფიქრობდი საერთოდ არაფერზე გარდა იმაზე, რომ ის ცხოვრება, რომელიც ცხოვრებას უნდა დამეწყო იმ წუთიდან, რაც გაანალიზებული მქონდა, ვფიქრობდი იმაზე, რომ იქ უნდა ყოფილიყავი ძალიან ძლიერი და არ მქონდა იმის საშუალება, რომ მე ფიქრა და მე ნერვიულა რაღაც ცხოვრებისეულ ამბებზე და რაღაცის შემშინებოდა, ასე ვთქვათ. უბრალოდ ხო, ანუ არ არსებობდა ადამიანი, ვისთანაც შეიძლება დამერეკა, ან ვინ შეიძლება დამხვედროდა აეროპორტში. არ არსებობდა ასეთი ადამიანი, ვინც აეროპორტში მელოდებოდა, ასე ვთქვათ. მაგრამ იმ წუთას არ მეშინოდა არაფრის და არ ვფიქრობდი, რომ რამე ისეთ განსაკუთრებულ ვაკეთებდი. ვფიქრობდი, რომ ეს ნორმალური იყო. გზაზე ერთი ქალბატონი გამომელაპარაკა, როდესაც კიევიდან გამოფრინდა ჩვენ თვითმფრინავი ნიუ-იორკში. გზად ეს ქალბატონი მოვიდა და მთხოვა, რომ ჩემი შვილი მელოდება აეროპორტში და იქნებ მომეხმარო, რომ ჩემ შვილამდე მივიდე, ასე ვთქვათ, რადგან პირველად გზავრობდა ეს ქალბატონი და ასეთ მოვიქეთ ბუნებრივია და ეს ქალბატონი მის შვილს ჩავაბარა, ესე ვთქვათ და მათ მკითხეს, რომ თუ სად მიდიოდი და წაგიყვანთ, მიდიყვანთ სახლამდე და უთხარი, რომ არა მე მელოდებიან და მე თვითონ გავაგნებ ჩემ გზას და სინამდვილეში ესეთი არ იყო, მაგრამ მაგის თქმაც ასე ვთქვათ მომერიდა. რატომ მოგერიდა? ანუ შეგეძლო, რომ ის ადამიანები დახმარებოდნენ და მარტივად მისულიყავი დანიშნულების ადგილზე. რაღაც ჩემი გეგმა არ ყოფილა თავიდანვე ასეთი, რომ თითქოს თავიდანვე ასე გამოვხდები თბილისის აეროპორტიდან, რომ ყველაფერი რაც შეიძლება და ჩემს თავს მომხდარიყო, უნდა მომხდარიყო ჩემს თავს და ამას ჩართული არ უნდა ყოფილიყო არავინ, იმიტომ რომ ამის არც ბოლოდინი მქონდა და არც სურვილი ალბათ. როგორი იყო მეორე დილა გადაწყვეტე, რომ არავინ არ უნდა დაგხმარებოდა. რა იყო პირველი სამსახური და როგორ დაიწყო სამსახურის ძებნა? მეორე დილა იყო განცდების დონეზე ცოტა ძალიან უცნაური, იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ ძალიან პატარა ასაკში მოხდა ჩემი ამერიკაში ჩამოსვლა 22 წლის ვიყავი, 23-ის მალევე გავხდი აქ 2 თვეში დაახლოებით. მაინც ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი იყო სხვანაირი. არაფერი არ გავდა იმას, რაც აქამდე მქონდა ნანახი. ანუ ეს არაფერი გულისხმობს ადამიანებსაც, არქიტექტურას, ადამიანებს, ტრანსპორტს, აბსოლუტურად არაფერი არ იყოს ჩემი თვალის წინ ისეთი, რაც აქამდე ნანახი მქონდა და რასთანაც შეხება მქონდა აქამდე და უბრალოდ ერთი რაც ზუსტად მახსოვს იყო ის, რომ არ იყო შიშის განცდა ჩემში, არ მეშინოდა არაფრის, ალბათ ეს რომ მომხდარიყო ახლა ამ ასაკში, შეიძლება ბევრად უფრო მეტი მენერვიულა, ან საერთოდ
არც მოქცეულიყავი ისე როგორც მოვიქეცი მაშინ და ამხელა რისკზე არ წავსულიყავი, მაგრამ მაშინ ასე საერთოდ არ ვფიქრობდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო სწორი და ასე უნდა მოქცეულიყავი. როგორც წეგან ვთქვი, მეორე დილასვე დავიწყე სამსახურის ძებნა. იქვე ბრაიტონ-ბიჩს გამოვედი ქუჩაში და დავიწყე ამ გარემოსთან მორგება, ასე ვთქვათ რა. იქ იყო ძალიან ბევრი რუსული წარწერები ქუჩაში, ბევრ შენობაზე, სადაც ერთ-ერთი იყო, რომ იყო რაღაც დასაქმების ოფისი თუ სააგენტო თუ რაც ქვია. და პირდაპირ ავედი ასე და ვუთხარი, რომ სამსახურს ვეძებდი და ვახსოვს ერთი ქალი იყო იქ რეცეპშენში, რომელიც მეკითხება, რომ ნუ რა გამოცდილება გაქვს სამსახურის, რა ტიპის სამსახურს ეძებ და ჩემი პასუხი იყო ძალიან სასაცილო ეხლა რომ ახსენდება, იმიტომ რომ ვამბობდი, რომ ნებისმიერი. ანუ ნებისმიერი სამსახური იყო ის, რასაც ვეძებდი. ახლა ვხვდები ხო, რომ ძალიან არარეალური იყო ეს ჩემი პასუხი, მაგრამ ხო, ნუ იმ მომენტისათვის ეს იყო ჩემი საჭიროება და განცდა და რისთვისაც ვიყავი მისული. ისევე როგორც მომიწია ტყუილის თქმა, რომ 4 წელია უკვე ამერიკაში ვცხოვრობდი. რანდობის ამბავი ქონდა და დამსაქმებებს. რაღაც სამსახური მოეცათ ჩემთვის რა, ნუ იმისთვის ვიყავი იქ ასული, რომ იქიდან ცარიელი არ უნდა წამოსულიყავი. იმიტომ რომ სხვა გზა ფიზიკურად არ მქონდა. და რა იყო ის პირველი ნებისმიერი სამსახური შენი? ის პირველი ნებისმიერი სამსახური იყო ქართული რესტორანი თბილისი, სადაც მივედი და დავიწყე ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა. ანუ ეს პოზიცია ასე ვთქვათ, მაშინ ჩემს საქმეში იყო, რომ ეს იყო ის, რასაც ხო ძალიან მარტივად შევძლებდი. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ასე, მაგრამ იმ მომენტისათვის მნიშვნელოვანი ის იყო ჩემთვის, რომ რაღაც იყო. და ეს უკვე რეალურად მარტივი იყო? რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არ იყო, არც რა შრომასთან არის ეს დაკავშირებული? ეს არის რაღაც რამდენი საათიანია? ნუ საათები განსაზღვრული არის, ისევე როგორც საერთოდ არ მიკითხავს, არც დასაქმების სააგენტოში და არც მე დამსაქმებელთან თუ რამდენი საათი უნდა მემუშავა, ან ხელფასი რამდენი უნდა მქონოდა და ეს გავიგე. მაშინ როცა მომიწია ხელფასის აღება. იმიტომ რომ ეს იყო მდგომარეობა, სადაც ნებისმიერი სამსახური მჭირდებოდა ნებისმიერი ანაზღაურების სანაცვლოდ, იმიტომ რომ რაღაც უნდა მეკეთებინა აუცილებლად იმისთვის, რომ უბრალოდ გადავრჩენილიყავი და რაღაც ცხოვრება დამეწყო რაღაც ეტაპზე. რომ სამომავლო გეგმები იმ წუთას იმ მოცემულობაში არც მქონია რა, ანუ ამას არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ რაღაცა შედეგი მიმეღო რა. ის რომ უკვე არსებობდა ჩემს ცხოვრებაში სამსახური და ის რომ არსებობდა ადგილი, სადაც შეიძლება წავსულიყავი, რო გათენდებოდა, ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ მარტო ვიყავი სულ ყველაფერთან და ყველას, ანუ არ არსებობდა ჩემი სივრცე, ჩემი ადგილი არ იყო არსად. და ვცდილობდი, რომ ეს ჩემი ადგილი მეცნობა გამეჩინა, ანუ მსგავსი სამსახურით იქნებოდა, საცხოვრებელი ადგილით იქნებოდა. თუ არ ვიცი როგორ ავხსნა ეს მდგომარეობა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან რთული ყოფილა, როდესაც უნდა დაიბადო თავიდან ყველასთვის და ყველაფრისთვის. ცოტა წარმოუდგენელი მდგომარეობა, ეგ რთულად ასახსნელია. რამდენი ხანი იმუშავე ჭურჭლის მრეცხავად? ჭურჭლის მრეცხავად იმუშავე დაახლოებით 4 წელი და ეს ის 4 წელია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს. იმიტომ რომ მგონია, რომ ჩემი ცხოვრების მაგ 4 წელმა შემქმნა ზუსტად იმ ადამიანად, რომელიც ვარ დღეს და რომელსაც ვამაყობ, გონია, რომ ცოტა ცუდი სიტყვა და გადამეტებულია, რა თქმა უნდა, ანუ საკუთარი თავით არ ვამაყობ. უბრალოდ მომწონს ისეთი, როგორიც ვარ და იმ 4 წელმა შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს ვარ. აი იმ 4 წელმა ჩამოგვეყვანა დღეს შენთან კონექტიკოში, ხომ ასე არის? კი, მე ვფიქრობ, რომ ასეა.
სანამ გადავალთ გადაცემის მეორე ნაწილზე, მინდა წარგიდგინოთ გადაცემის სპონსორი ბოქსეტი, საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც საქართველოსთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახორციელებს გზავნილებს. მათ უკვე აქვთ ძალიან მაგარი სიახლე ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის, რადგან დაიწყეს პირადი გზავნილები საქართველოსთან ამერიკაში, რაც მთავარია ძალიან მოკლე დროში, ბიუჯეტურად და კარამდე მიტანით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შენ საკუთარ ქართულ ქსელურ რესტორანში, რომელიც არის ძალიან ლამაზი. მართლა ვთავაზობდი რომ მოვედი და თავი ამბავი აქ რაც არის, რომ აი თავიდან ბოლომდე არის ამერიკულ სტანდარტებს მორგებული. სანამ შენს რესტორანზე გადავალთ ამ თემებს შევეხებით, მანამდე რომ მოგვიყვე, რა იყო შენი პირველი ბიზნესი, სანამ მოხვიდოდი აი აქამდე, სადაც ახლა ვართ. პირველი ბიზნესი იყო ნიუ-იორკში, ბრუკლინში, Royal Garden თბილისი, ასევე ქართული რესტორანი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო ამ რესტორნიდან, აბსოლუტურად სხვა კონცეფციის მატარებელი იყო და პირველი ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ამერიკულ ბიზნესში დაიწყო Royal Garden-დან. შემდეგ იყო მეორე რესტორანი ბრუკლინში, შემდეგ იყო Cheese and Bread-ის პირველი ლოკაცია, ასევე ბრუკლინში. და აქედან დაიწყო ჩემი შემოსვლა ამ ბიზნესში და ამ სფეროში, ამ ქვეყანაში. არ არის მარტივი, ერთ დღესაც გაიღვიძო და თქვა, რომ იცი რა რესტორანი მინდა რომ მქონდეს და გახსნა. თავისი ეტაპები აქვს ხო ამ ყველაფერს. იყო ვინმე, ვინც დაგეხმარა ამ ბიზნესის გაკეთებაში, სწავლაში და ასე შემდეგ? მე მგონია რომ ის ადამიანი, ვინც დამეხმარა ამ ყველაფერში, მან უბრალოდ სწორად დაინახა ის ყველაფერი ჩემში რა შესაძლებლობები მქონდა და ის ადამიანი ძალიან მოტივირებული იყო იმაზე, რომ მე მქონოდა ჩემი ბიზნესი, მე მემუშავა საკუთარი თავისთვის, საკუთარი თავის განვითარებისთვის და ამ ადამიანის მადლიერი ვარ ძალიან დღემდე. შენი რესტორანი მდებარეობს კონექტიკუტში, სადაც ახლა ვართ ჩვენ. აქ ქართველები ნაკლებად ცხოვრობენ, ძირითადი მომხმარებლები ალბათ არიან ამერიკელები. რატომ აირჩია ეს ადგილი და არა ვთქვათ ადგილი, სადაც ბევრი ქართველები არიან? გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა იმ კონცეფციის რესტორანი, რომელიც ჯერ არ არის ამერიკაში ქართული, ასე ვთქვათ, რომელიც უბრალოდ აქამდე არ იყო, მანამ სანამ იქნებოდა Cheese and Bread ნორვეგიაში. შესაბამისად გვჭირდებოდა ისეთი გარემო და ისეთი სივრცე, სადაც იქნებოდა კლასიკურად ამერიკული გარემო, შესაბამისად იქნებოდა ამერიკული მოთხოვნები და სტანდარტები. რეალურად აქ ჩვენ გვიწევს იმის კეთება, რომ გარდა ჩვენი სერვისებისა გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, ჩვენი გასტროკულტურა ადამიანებს და შემდეგ უკვე ეს ადამიანები გახდნენ ჩვენი მეგობრები, ყოველდღიური სტუმრები და ასე შემდეგ. რამდენად რთულია და როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს ახლა რასაც გვიყვებით, რომ ყავდეთ უკვე ერთგული მომხმარებლები, ქართული კულტურა, ესე რომ ვთქვათ, გაავრცელოთ ამერიკაში, რა ნაბიჯების გადადგმა გიწევთ ამ ყველაფრისთვის? რაღაც კონკრეტული გეგმა და სტანდარტები არ არსებობს სამ hospitality ბიზნესში, რომელსაც შეიძლება გაყვედა, რომელიც მოგიტანს აუცილებელ წარმატებას, იმიტომ რომ თუ ეს შენთვის არ არის ძალიან ორგანული, იმას, რასაც აკეთებ, წარმოუდგენელი არ გამოვა, ვერ გამოვა, სტანდარტი, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმნით, აქ მყოფმა ადამიანებმა, ეს არის Cheese and Bread. მართავ უკვე ამ ბიზნესს ამდენი წელია. რა გახსენდება ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც გაიარე, ესე რომ ვთქვათ და დიდი გამოცდილება მიიღე? მე შეიძლება გავიარო რაღაც კონკრეტული ქალაქის კონკრეტულ ქუჩაზე, ვთქვა რომ ეს არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მე ვაკეთო ეს ბიზნესი. ერთ-ერთი მათგანი, ერთ-ერთი ასეთ შემთხვევა იყო ეს. უბრალოდ გამოცდილებას მოაქვს ყველაფერი ის, რომ მე სირთულეები აღარ არსებობს იმ შენ საქმიანობაში, რასაც აკეთებ. არსებობს შენი ყოველდღიურობა, რომელსაც დილას რომ მიღვიძებ, იცი იმ დღეს რა გაქვს აკეთებელი და შესაბამისად დილიდან დაღამებამდე, მანამ სანამ გაქვს
უნარი და ძალა და ენერგია აკეთებ იმას, რაც უკვე ზუსტად იცი რა როგორ უნდა აკეთო. ამ რესტორნის გახსნაში და ამ პროცესში იყო ჩართული ყველა ადამიანი, თითოეული გამვლელი ქუჩაშიც კი, რომლებიც ჩერდებოდნენ და გეკითხებიან, რომ რას აკეთებ შენ აქ, როდის იქნება ღია, რა იქნება, როგორი იქნება. ეს ძალიან საინტერესო და ძალიან мотиваციის მომცემი პროცესია, როდესაც ადამიანები გარშემო შენ ვისთვისაც ქმნი რაღაცას, ისინი დაინტერესებულები არიან შენით. ეს იყო ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც კარგად მივიღეთ. სასიამოვნო იყო თავიდან ბოლომდე ეს პროცესი და ეს უკვე მეორე ხარისხოვანია ეს სირთულეები და პრობლემები, როდესაც ამ ტიპის ბიზნესში შემოდიხარ. რამდენი ადამიანი არის დასაქმებული შენთან და ვინ არიან? 14-მდე ადამიანი მუშაობს შეზემბროეთში. ალბათ ნახევარი ვართ ქართველები, ნახევარი ამერიკელები. გარდა სტუმრებისა, ასევე თანამშრომლებს ვაცნობს ქართულ ყველაფერს და მასწავლით. ჯერ შენ ასწავლი მათ ქართულ კულტურას და შემდეგ ისინი უკვე პრაქტიკაში იყენებენ. როგორ ახერხებთ რამდენად რთულია თუ მარტივია ეს ყველაფერი? ძალიან საინტერესო პროცესი იქნება, ძალიან საინტერესო და სამუშაო პროცესია, ჩვეულებრივ სტანდარტულად. ჩვენ ვატრენინგებთ ადამიანებს, სამზარეულოს თანამშრომლებსაც და ასევე სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებსაც იმ ყველაფერში, რასაც ვასწავლით ქართველებს უბრალოდ სხვა ენაზე, ამ შემთხვევაში ინგლისურ ენაზე. დღის რა მონაკვეთს ატარებ აქ? ცხოვრების სრულ მონაკვეთს ვატარებ აქ. ასე ვაპირებ გაგრძელებას, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს კლიმატური პირობები, ქალაქი, არაფერი, სადაც უკეთ ვარ. ყველაზე უკეთ ვარ ამერიკაში, ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს ჩემს რესტორანში, ჩემს თანამშრომლებთან ერთად და იმ სტუმრებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან ჩვენთან. მეგობრებო, ჩემი გადაცემის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს სპეციალურად მათზე მორგებულ დისტანციურ მომსახურებას. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში და მარტივად მართოთ თქვენი ფინანსები. ეწვიე ვებგვერდს Migrants.g, დატოვე შენი მონაცემები და მიიღე კონსულტაცია სრულიად უფასოდ. შემოვეჭერით ანდრიას სამზარეულოში, იმიტომ რომ გვინდა რომ რაღაცა მოამზადოს ქართული გემრიელობა და თან ვცდილობ რომ მეც ჩავერთო ამ ყველაფერში. რას მოგვიმზადებ? მეგონი ერთად უნდა მოვამზადოთ. ელარჯი და მეგრული კუჭმაჭი. სტუდიაში. ყველაზე ბევრი რამდენი საათი გაგიტარებია აქ? 3 დღე და ღამე მიმუშავია ისე რომ არ გავსულო სამზარეულოში. ოკეი, დავიწყოთ გაკეთება? დავიწყოთ. საქმე შევუდგეთ. შენ ჩაყარე და მე შეგიმოწმე. გაზიც უნდა ავანთო. ეგ ძალიან ადვილია კომერციულ სამზარეულოში. ელარჯს ვამზადებთ. რამდენი ხანი დავურიოთ? 8 სანამ არ დუხდება. ამას ქვილი უნდა შევაძლოთ, მე ბევრი ყველი უნდა ჩავყაროთ და გავწელოთ. აი მეგრული ხაჭაპურიც გავიკეთოთ, მაშინ ჩვენთვის აი შებოლილი სულგუნი. ამბობენ, არ ვიცი რამდენად მართალია, შეფები როდესაც და მზარეულები როდესაც ამზადებენ, შემდეგ აღარ უყვართ ხოლმე ჭამა და მართალია ეს? მართალია. ნამდვილად მართალია, ერთი სულგუნი შენ მომზადებულს როდის გავსწრებ, იმიტომ როგორც წესი ჩემ მომზადებულს არ ვჭამ. ეგეთი მითია შექმნილი, რომ ხაჭაპურის ცხობა არის ძალიან ადვილი და სინამდვილეში საერთოდ არ არის ადვილი. არ არის მარტივი, იმიტომ რომ ყველი არ უნდა გადმოგივიდეს, ეს არ უნდა გაიხეს, ეს რა არის? ხა შეკვეთა მოვიდა. შეგიძლია მიიღო. კონფირმს მივცე? კი. ვერა გიყვანთ შენ მზარეულად. რაო? ხინკალი რამდენი წუთი უნდა ვხარშოთ? მე წუთებით არ ვიცნობ ხინკალს. აბა ფერით სტრუქტურით ხდები מחარშულია თუ არა. სტრუქტურით ხელს რომ მოვკიდებ, მივხვდები מחარშულია თუ არა. ჩაყობ ხელს. კონექტიკუთში უნდა გავშალოთ ჭეშმარიტი ქართული სუფრა. არ დამინახოს. ისე დღეს არ მიჭამენ საჭმელი მართლა. და კარგია. მე მიყვარს მჭამელი ხალხი, ოღონდ მართლა. შენ გიყვარს ბევრი ჭამა.
მე არ შემიძლია ბევრი ჩა. ხო და აი მაგაზე რომ ვისაუბროთ, მაგიტომ გკითხე, როგორც ვიცი, ბარიატრიული გაიკეთე ბევრი წლის წინ, ხო? თუ როგორ იყო ეგ ამბავი? 100 კილო მაქვს დაკლებული. 100 კილო დაიგე. 100 კილოგრამით ნაკლები ვარ. საერთოდ სხვა ადამიანი ხარ? კი, სხვა ჩემი მეორე ნახევარი ვარ. რა შეიცვალა მას შემდეგ შენ ცხოვრებაში? ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიცვალა იყო გარეგნობა, სხვა ისეთი არაფერი მნიშვნელოვანი. უჭმაჭი დუხს, ხინკალის დუხს, ელარჯი ემზადება დასასრულებლად. აი როგორი ხაჭაპურები გამოაცხეთ ამია, ხედავ? რა არის? როგორი ხაჭაპურები გამოაცხეთ. ხო, როგორი ხაჭაპურები გამოვაცხე. აუ დავიწვი. ხელით დავიწვი ამასობაში რა და იუთუბერები ესე ამბობენ ხოლმე და როგორც ხედავ ამართლებ. ძალიან გთხოვთ, დააჭირეთ ხელი, subscribe და გამომიწერეთ. ბევრნი გვიყურებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ გამოგვიწეროთ. მეგრული ხაჭაპური შებოლილი სულგუნით მზად არის. დავიტა. მომეცი? მიდი. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მეგობრებო. ესეც მზად არის. ახლა წავედით და ბლიცისთვის უნდა მოემზადოთ და თან უნდა დავაგემოვნოთ. გელოდებით გარეთ ანდრია. მოვტივარ. მოვედით ჩვენს ულამაზეს სუფრასთან. გეკემრიელობები დაგვეკეთები ანდრია. აბა გასინჯა ერთი როგორია ჩემი მომზადებული ელარჯი და კუბდარი. არ მე მინდა მე ვარ მასპინძელი ახლა ხო მე მინდა რომ შენ გასინჯე პირველი რომ გენდო რომ ნამდვილად შესაძლებელი. გამტესტოს უნდა. კარგი ბატონო. აუ მართლა ძალიან გემრიელია ეს ყველაფერი. თან ვიზუალურად გამოიყურება და ავართ მართლა ძალიან კარგია. ძალიან მაინტერესებს რომელი შეფზარეული გინდა რომ გესტუმროს რესტორანში და დააგემოვნოს შენი სამზარეულო. არ მიფიქრია მაგაზე. ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა. მე მყავს რამოდენიმე ქართველი მზარეული ჩემი აიდოლი, ასე ვთქვათ, რომლების მიმდევარიც ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნებოდა გორდონ რამზი. იმიტომ რომ არა ქართველია და იმიტომ რომ ძალიან პროფესიონალია, ძალიან საინტერესო იქნებოდა. რომელ კერძს შესთავაზებდი მას? ზუსტად ის რომ ეს არ იქნებოდა რაღაც კონკრეტული ერთი, ეს იქნებოდა რამე ძალიან საინტერესო სეტი. მოფიქრებული სპეციალურად ამ ზარეულისათვის. რომელზეც აუცილებლად ფიქრია საჭირო, ასე მარტივი არ არის. საინტერესოა თანამშრომლებს როგორ უნდა მისცე ის კომფორტი, რომ მათ უხაროდეთ შენთან მუშაობა, შენს პიროვნებასთან მუშაობა. მე ვცდილობ რომ ვიყო მაქსიმალურად ღირსეული ადამიანი, ღირსეული ქცევებით და ეგ არის ის როგორც ცხოვრობ, არა მხოლოდ ჩემს თანამშრომლებთან, არამედ ზოგადად ყველა ადამიანთან და გონია რომ ეგ არის ის ყველაზე სწორი რაღაც რაც შეიძლება აკეთოს ადამიანმა, რომ ღირსეული ადამიანი უნდა იყოს ყველა ფერში ყველასთან. გამოვედით გარეთ აღარ წვივს, წეგან საჩამოდიოდა ჩვეულებრივად. იცი რა მაინტერესებს? სად ხედავ საკუთარ თავს წლების შემდეგ? ძალიან ბევრს არ ვფიქრობ მაგაზე, მაგრამ როცა ვფიქრობ, აქ სადაც ვარ, რადგან გონია რომ სახლში ვარ. ახლა უნდა მეკითხა, სად არის შენი სახლი? აქ არის ჩემი სახლი, აქ ვცნობ თავს ყველაზე სახლურად და არსაც სხვაგან. საქართველოს რა როლი აქვს ამ შემთხვევაში? სამშობლო. და ბოლოს ყველა ჩვენს რესპონდენტს ვეკითხებით. რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადადგმის? შიში ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია მთელს მაგ პროცესში. ვეტყოდი იმას, რომ აუცილებლად უნდა გააკეთო.
ანუ ის რაც გინდა რომ გააკეთოს, სინამდვილეში მე ბოლოს აღმოაჩენ რომ არც ისეთი რთულია, როგორც წარმოგიდგენია თავი. რა მოგცა ამერიკა? ჩემი ცხოვრება, ის რაც არის ჩემი ცხოვრება, არის ამ ქვეყნის მოცემული, ჩემი შექმნილი ბუნებრივია, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ჩემი ცხოვრება, ამ ქვეყანამ მომცა ამ ცხოვრების საშუალება და შესაბამისად არ შეიძლება არ მიყვარდეს. არ შეიძლება არ გრძნობდე თავს აქ შინ და არ შეიძლება მადლიერი არ ვიყო ამ ყველაფრის. ჩვენ ნახეთ ანდრია სამზარეულოში. ჩვენ ნახეთ ანდრია ქუჩებში ვიარეთ და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. წარმოგიდგენია რომელ ყოფილიყო ამერიკა შენ ცხოვრებაში, რომელ წამოსულიყავი ამერიკაში? ვინ იქნებოდი დღეს საქართველოში? არ ვიცი ვინ ვიქნებოდი და არ ვიცი სად ვიქნებოდი. ეხლა ზუსტად ვიცი სად ვარ და ვინ ვარ, შესაბამისად კარგად ვარ. ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრით, რაც მაქვს და როგორც ვარ. ჩაჭ. გავაკეთე. დავასრულეთ. მადლობა. ამ გადაცემას ბლიცი ქონია და ეხლა ვუპასუხებ კითხვებს. რესტორანში ქართული მუსიკა თუ ინგლისური? ალბათ ინგლისური. იმიტომ რომ ყველამ კარგად გავიქოთ. ერთი არჩევანი გაქვს, მომხმარებელს შესთავაზო ან ძალიან პატარა ულუფა, ან ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი. რომელმას ჯობს დაიგვიანოს, ჯავშანმა თუ შენ დაუგვიანო კერძი? ჯავშანმა. მენიუ მხოლოდ ფოტოებით თუ მენიუ მხოლოდ აღწერილობით. მზარეულობა თუ მენეჯერობა? რა თქმა უნდა, მზარეულობა. მიირთვა სუპი, ჩხირებით თუ ნაყინი ჩანგლით. მე მგონი ორივე ხელით. სავსე დარბაზი ყოველდღე თუ მიშლენის ვარსკვლავი? სავსე დარბაზი. შეფი მახო თუ რამზი? რა თქმა უნდა მახო. უპირობოდ ხინკალი თუ ბურგერი? ხინკალი. და ბოლო კითხვა საქართველო თუ ამერიკა? ო ალბათ ამერიკა. მოვჭით.